მე წავიკითხავ გვარებს. აზა ადამია, ნათია ბაშალიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, საირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მანანა მელქაძე, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მარინა ჭყონია სამარგულიანი, ნოდარ ჭანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე. ბევრ თქვენგანს ეს გვარები ეცნობა. 1999 წლის 9 აპრილს 8-დან 9-ის ღამის 4 საათზე თბილისში მოხდა ის ამბავი, რამაც დიდწილად განსაზღვრა საქართველოს განთავისუფლება, საქართველოს მიერ თავისუფლების მოპოვება და არა ხონჩით მირთმევა მისთვის თავისუფლებისა და მოუკიდებლობისა უკვე 90-იანი წლების დასაწყისში. ეს არის 1999 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გვარები ჩამოგისახელეთ. აქ გითხარით რომ ბევრ თქვენგანს მაგალითად ჭოველიძის გვარი რომ წავიკითხე, ბევრი თქვენგანი მიხვდა ისეც საუბრობდი, თუმცა ისიც ვაღიაროთ რომ არც მე და არც ერთმა თქვენგანმა ასე სხაპასხუპით ზედმიწევნით ზუსტად ზეპირად ყველა დაღუპულის გვარი სამწუხაროდ არ იცის, არ ახსოვს და დაგჭირდება ხოლმე ინტერნეტში ჩახედვა რომ გავიხსენოთ იმ პირების გვარები, ის პირები გავიხსენოთ, რომლებიც შეეწირნენ საბჭოთა კავშირის რეპრესიულ მანქანას, იმ ორლესულ ნიჩბებს, რომლითაც დაერივნენ მათ 8-9 აპრილის ღამეს საბჭოთა ოკუპანტი ჯარისკაცები. ხვალ 9 აპრილია შესაბამისად 99 წელს იყო და სწრაფად ვიანგარიშოთ და 36 წელი არის გასული იმ ტრაგედიიდან. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მეთქი ეს გითხარით და ჩვენ დღეს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ქვეყანა, სახელმწიფო დასაცავი გვაქვს, გაგიკვირდებათ და იმ პირებისაგან, რომლებიც არიან როდიონოვის იდეური მემკვიდრეები, რომლებიც არიან პირები, ვისაც სურს, ვინ ძალიან სწუხს, ესე ვიტყვი, საბჭოთა კავშირის დანგრევაზე 90-იანი წლების დასაწყისში და ვინაც ჯერაც აბრალებს ეროვნულ მოძრაობას, ხალხს, საზოგადოებას, არ ვიცი, მომიტინგეებს, მაშინდელს, იმ ამბავს, რაც მოხდა 99 წელს და ვინც 91 წლის დამოუკიდებლობასაც ახლა უკვე ყოველ შემთხვევაში გახურებს ძალიან პოზიტიურად კი არა, ესეთი ამბივალენტურად ყველაზე კარგ შემთხვევაში და გაურებულად ან ნეგატიურად და ამბობს რომ სულაც არ იყო საჭირო საბჭოთა კავშირის დანგრევა. ბიზინა ივანიშვილი გაგიკვირდებათ და არის ამ ჯგუფის სათავეში, ხოლო ყველა სხვა მისი მიმდევარი, ყველა სხვა თქმელი ამისა არის მისი მიმდევარი და იმეორებს იმას, რასაც ამბობს ბიზინა ბორის ივანიშვილი. ბიზინას ნათქვამიც აქვს პირიბად, რა საკვირველი ასე პირდაპირ ხო ვერ იტყო და ბიზინას ნათქვამიც აქვს, რომ აიო საზღვრები რო გაიხსნაო, ესო ტრაგედიაა, მე პერიფრას ვაკეთებ, ზუსტი ციტირება ეს არ არის, იმიტომ რომ ხალხმა ნახაო რა, ამით კიდე უფრო ნახა რაც ხდებოდაო გარეთო დასავლეთში უცხოეთში და ამით კიდე უფრო მეტად გაუბედურდაო, ხო? ეს მის ფსიქოლოგიასაც არასწორი სიტყვაა, მის მსოფლხედვას, მის თვალსაწიერსა და მსოფლხედვას ზე ამახვილებს უსვამს ხას და ამახვილებს ყურადღებას, იმიტომ რომ ის საბჭოეთში ჩარჩენილი, რუსულობაში ჩარჩენილი პირია, რუსეთში გამდიდრებულობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა აღარაფერს ვიტყვი. არსებითად ის ბრძოლა, რომელიც ახლა მიმდინარეობს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მთელ მსოფლიოში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, არსებითად არ განსხვავდება იმ ომისაგან, იმ ბრძოლისაგან, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გამართული საბჭოთა კავშირი, რომ არსებობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. 4 აპრილს დაიწყო ისიც თქვენ აქციები სულ სხვა მოტივაციით, სულ სხვა თემით. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო იმ ხანად მოთავე 4 აპრილის დაწყებული აქციებისა, რომელიც აფხაზეთს ეხებოდა უფრო და სულაც არ იყო დღის წესრიგში დამოუკიდებლობის მოთხოვნა, მაგრამ 2 დღეში
სვიად გამსახურდიამ და სხვებმა ეს მოთხოვნა ოდნავ უკან გაწიეს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული მოთხოვნები და დღის წესრიგში დააყენეს დამოუკიდებლობის საკითხი. გამოვიდა იმ დღეს იმ ხანად, იცით თქვენ, 8 ცხრის ღამეს პატრიარქი ვილოცოთ შვედშიო, იქ იყო საბარისებული სიჩუმე, იქ იყო ირაკლი წერეთლის მიერ წაკითხული ბაბაო ჩვენო ლოცვა, მაგრამ მანამდე იქ იყო დიდებული სიტყვა, დიდებული კაცისა, მერაბ კოსტავასი, რომელიც დიდებულ წამს ეხებოდა და ეს წამიო მერაბ კოსტავა მაშინ ბრძანა არის ერთ-ერთი უდიდებულესიო იმ სიჩუმეზე სამახვილებდა ყურადღებას გმირი უკვე იმავე წლის ოქტომბრის 13-ში დაღუპული და მოკლული მერაბ კოსტავა იმ სიჩუმეზეს რომ ამახვილებდა ყურადღებას რომელმაც დაისადგურა რუსთაველის გამზირზე ანუ იქ სადაც ახლაც თუ გავართ ჩვენ და ვიბრძვით ამ საბჭოთა კავშირის აღდგენის მოსურნე აქაური ხელისუფლებად წოდებული ბანდის რეალურად კი პუტინის და პუტინის ბანდების სიკვდილის ჯგუფების ოკუპანტების და რუსეთის და ფსბ-ს და პუტინის წინააღმდეგ ეხლა მე მინდა რომ დავუკავშირო ეს ყველაფერი ცხადია ერთის მხრივ იმას რომ დღეიდან ხვალის ჩათვლით იქნება აქციები რუსთაველის გამზირზე მეტი და მეტი მოქალაქე უნდა გავიდეს და არ უნდა გამეორდეს ის შეცდომები რომლებიც დაუშვით ჩვენ ყველამ დაუშვით 31 მარტს რეფერენდუმის შესაბამისად 91 წელს 34 წლის თავზე 31 მარტს როცა ერთი გამომსვლელი იყო და როცა ხასასვება პრეზიდენტი ზურაბიშვილი მაგრამ სასურველი იყო რომ გამოსულიყო მეტი და მეტი მოქალაქე გამოსულიყვნენ ასე მაგალითად სტუდენტები გამოსულიყვნენ პედაგოგები გამოსულიყვნენ მაღაროელები გამოსულიყვნენ მოშიმშილეები გამოსულიყვნენ პატიმრების მშობლები მოშიმშილეები შეიძლება აღარ აქვს ახლა მაგრამ მოკლედ პროტესტის მონაწილეები გამოსულიყვნენ ეგრეთ წოდებული არ მიყვარს ეს სიტყვა და არც მინდა გავიმეორო, მაგრამ კარგით ვიტყვი ინტელიგენციის, ელიტების წარმომადგენლები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, მუსიკოსები და ასე შემდეგ და ეს მრავალმხრივი, მრავალ ასპექტიანი, მრავალ პერფორმანსიანი თუ გნებავთ ესე ვიტყვი და სულაც არ მომერიდება ამგვარი აქცია უნდა ყოფილიყო. მე ვიმედოვნებ, რომ 9 აპრილს ამგვარ შეცდომას ჩვენ არ გავიმეორებთ და მხოლოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ დაეთმობა ტრიბუნა, თუ ეს ტრიბუნა საერთოდ იქნება, აქვე ვიტყვი რომ გარდაულად მნიშვნელოვანია პოლიტიკოსთა ინტეგრაცია ნელ-ნელა ამ პროცესში მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები ჩვენ და სამართლიანადაც ასე ვიტყვი შესაძლოა სამართლიანადაც არ მოგწონს ვუწუნებთ ამა თუ იმ ქმედებას, ამა თუ იმ განცხადებას, ამა თუ იმ ნაბიჯს, არც დავასახელებ ახლა ალფაბეტის მიხედვით არ ჩამოვყვები, მაგალითად პოლიტიკოსებს უშუალოდ, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებს, კახარიას წარმომადგენლებს, ახალი სტროას და გირჩის წარმომადგენლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შესაძლოა ჩვენ ვუწუნებთ. მე აქ ბარიერ გადალახულებზე არ ვლაპარაკობ, ბარიერი გადალახა ყველა პარტიამ, ესე ვიტყვი, არა ამოთხმა, არამედ ყველამ ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და ყველამ ვერ გადალახა. ანუ აქ რადგან არჩევნები გაყავდა ღმერთმა უწყის, ვინ გადალახა რეალურად და ვინ არა. აი მაგალითად ვინ ვერ გადალახა და არ გადალახა ფედერალისტებმა ვერ გადალახეს და არ გადალახეს რამდენადაც ისინი არ მონაწილეობდნენ 26 ოქტომბრის არჩევნებში, ვერ მონაწილეობდნენ, რამდენადაც ხვდები, მაგრამ რომ მონაწილეობა რომ მიეღოთ, ისინი გადალახავდნენ, ან ვერ გადალახავდნენ, მაგრამ თუ გაყალბდა არჩევნები, უკლებრივ ყველას შეეხო და ესე ტერმინოლოგიურად ან სახელდებულად რომ აბათმა გადალახეს 4 პარტიამ და აიმათმა ვერ გადალახესო, ასე არ შეიძლება. აი ლეიბორისტებმა მაგალითად მე ვამბობ რომ გადალახეს და პრობლემაა საბოლოო ჯამში. მოკლედ 9 აპრილი ახლოვდება ხვალინდელ დღეს გულისხმობ 9 აპრილი 99 წლისა და 91 წლისაც ხადია უმნიშვნელოვანესი თარიღია. ჩვენ მუდმივად ვკამათობთ იმას შეელობთ. იმასთან დაკავშირებით რა უფრო მნიშვნელოვანია 26 მაისი თუ 9 აპრილი ამ 26 მაისთან ჭიდილში ნიველირება მოხდა 9 აპრილისა, რაც ჩემი მოსაზრებით არ არის სწორი. ახლა მინდა სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება, სულ სხვა კუთხით წავიყვანო ჩვენ ჩემი მსჯელობა. ხალხო, კარგად უნდა გავიგოთ. აი უკრაინასთან კონტექსტში. უკრაინელები სლავები არიან. გეთახმებით არ ვკამათობ ასე შემდეგ ხარ პუტინის ისტორიის ინტერპრეტაციაში ცხადია არ შევალდა მასთან კამათსაც ასე შორიდან არ ვაპირებდა ახლოს რო ვიყო კი დრუზავდი ალბათ მოლახერხებდიან
თუ მეყოფოდა გულადობა ვდრუზავდი რამე ნებისმიერ ნივთს რომელიც შემხდებოდა ხელში ეს პარემდა ჩემზე ძლიერები ცხადია უფრო დრუზავდნენ ამიტომ ისტორიის ჭიუხებში არ შევდივარ ახლა უკრაინელები სლავი ხალხია ისედაც და ასედაც და ეხლა რა უნდა აი ამ არგუმენტის გამოყენებით რა უნდა რუსეთს არ უნდა უკრაინის თუნდაც ნაწილის დამოუკიდებლობა ნაწილის რომელიც შევა ნატოში ნაწილის რომელიც შევა ევროკავშირში თუნდაც ნაწილი ხას უსვამ და აი მეორე ნაწილი კი მას ექნება ხელში მოხელთებული ხო მოხელთებული ექნება რუსეთს სურს მთლიანი უკრაინა და აკი კიდევ ერთხელ გააქტიურდნენ რუსი ბლოგერები და იდეოლოგები რომლებიც ამბობენ ამტკიცებენ ნადა ქართულად თარგმნით უგდებავთ საჭირო და გარდაულად აუცილებელია უკრაინელი ერის როგორც ასეთის გაუქმება საბოლოოდ ანუ მისი იდენტობის კულტურის ისტორიის და ასე შემდეგ მაგრამ წაშლა აი მიწისაგან პირისა აღგვა მე მესმის რომ ქართველ ერთან მიმართებაში რუსეთს ესეთი პრეტენზია ვერ ექნება მაგრამ უნდა ვთქვა ვერ ექნება მაგრამ თითქოს დიახ ჩვენ არა ვართ სლავები ეს რუსებმაც იციან ამდენად ის პრეტენზია ამ კუთხით რუსებს ვერ ექნებათ წამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ მაგრამ რუსები მუდმივად ეცდებიან მომავალში ჩვენთან შემოსვლას რბილად თუ უხეშად და ბჭყალებში დამტკიცებას იმისა რომ 1801 წლიდან მათ გადაარჩინეს საქართველო ბიზინა ივანიშვილიც და ირაკლი კობახიძეც რომელსაც გამოფენილი აქვს ერეკლე მეორეს პორტრეტი საკუთარ კაბინეტში იდეაში ამას ამტკიცებენ ეს გზავნილია თუ ქართული საზოგადოებისთვის თუ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და თუ მოსკოვისათვის რუსეთისათვის რომ ჩვენ ვაღიარებთ ერეკლეს პორტრეტი გამოგვაქვს რა ჩვენ ვაღიარებთ რომ ჩვენ ვართ მიმდევრები ქართლ-კახეთის მონარქისა ერეკლე მეორისა რომელმაც დაახლოვა ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთი 1793 წელს და ჩვენს იდეაში ამ გზას ვადგავართ გვაცადეთ მოვახერხებთ როგორმე ან მოვახერხებთ თქვენი ძალისხმევით ხო და ბიზინა ივანიშვილი საბოლოო ჯამში ამას ქადაგებს მისთვის გაუგებარია აი ხლა ეს რომ დაუჯდე და ელაპარაკო 1811 წელს რა მოხდა იმერეთში ვკითხოთ ხო აჯანყება მოხდა ან ნებისმიერი სხვა აი მე-19 საუკუნეში პრაქტიკულად აი ხალდეს აჯანყების ჩათვლით რა მოხდა რატომ იბრძოდა ქართველი ხალხი სხვადასხვა გვარად სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სიმძაფრით რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ვერ გაიგებს იმიტომ რომ მას გონია რომ შუბლით ასკდებოდა იმდროინდელი ქართველი კედელს და ვერაფერს ვერ გახდებოდა და ჭკუა უნდა ყოფნოდა იმდროინდელ ქართველს რომ არ შეტაკებოდა არ დაპირისპირებოდა რუსეთის მძლავრ იმპერიას აქედან გამომდინარე ბიზინასთვის ირაკლი კობახიძისათვის თუ სხვათათვის ილია ჭავჭავაძე კი შეიძლება პორტრეტი დაკიდოს სადღაც კუნჭულში მაგრამ ილია ჭავჭავაძე მტერია ილია ჭავჭავაძე მტერის არ ვიტყვი ოკეი ილია ჭავჭავაძე პირია რომელმაც იდენტობა ან ქართული ნაციონალიზმი მისი დასავლური კონოტაციით გაგებით გააღვიძა რა გააძლიერა რა შექმნა გააძლიერა რა ილია ჭავჭავაძე არ არის ის კაცი რომელსაც ის ბიზინა ივანიშვილი და მისი მიმდევრები ეთაყვანებიან ერეკლე მეორეა ამგვარი კაცი მით უფრო არ ესმით ეხა ილია მოკლეს 1907 წელს მით უფრო არ ესმის საქართველოს არ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა 1921-დან 91-მდე, ანუ 9 აპრილამდე, როცა ჩვენ გამთავისუფლდით. და აი 91-დან 2025-მდე ხო საერთოდ არ ესმის და არ ესმის. ჩვენ ხომ ბრატსკი ნაროდები ვართ, გადაჯაჭვულნი ერთმანეთთან. და რუსეთს თუ არ გააღიზიანებ, რუსეთს თუ არ შეუჩხიკინებ, რასაც აკეთებდა ქართველ მმართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამოუკიდებლობის არა ქართველი მმართველებიდან ყველა აკეთებდა ამას შეჭხიკინებას ბჭყალებში გამსახურდიას და შევარდაძეს აკეთებდა ასაკვირველია გამსახურდია შევარდაძე და სააკაშვილი აკეთებდნენ ამას მაგრამ აკაკი ბაქრაძის თქმის არ იყოს არანაირი რიტორიკა არანაირი ამ სიტყვას აკაკი ბაქრაძე არ ხმარობს შეჭხიკინებას მაგრამ ეს იგულისხმება არანაირი შეჭხიკინება არ არის და შეიძლება იყოს საფუძველთა საფუძველი იმისა რომ რუსეთმა
შენს წინააღმდეგ დაიწყოს აგრესიული ქმედებები, იმიტომ რუსეთს მიზეზი ან საბაბი სულაც არ სჭირდება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოთქმული პრეტენზიები, რომ შენ ამას ამბობდი და აი ამიტომ დაგვესხა 7-ში თუ 6-ში აგვისტოს და არა 8-ში. 7-ში თუ 6-ში დაგვესხა ამიტომ და მანამდეც რეალურად რუსეთი თავს 2008 წელს ეს არის უბრალოდ ხელიდან თუ თითიდან გამოწვევილი მიზეზი, ოღონდაც კი მიხეილ სააკაშვილი შენახლა მოსპო, ოღონდაც კი მას სამშობლოს ღალატი დასწამო, ცილად, ბრალად თუ გნებავთ და ასე შემდეგ, ოღონდაც კი ის შენი ოპონენტი არ იყოს. ეხლა ესე რო გადაუხიე, მოკლედ საქართველოსთან იმართებაში ვერ გამოიყენებს ამ არგუმენტს, რომ ის საქართველოს სლავური სახელმწიფოა იმ თავითვე, მაგრამ გამოიყენებს იმას, რომ რუსეთმა საქართველო გადაარჩინა და გაიხედავს ოპერის და ბალეტის ასე მაგალითად თეატრისაკენ, რუსთაველის გამზირზე მდებარე ოპერისა და ბალეტის არაჩვეულებრივი შენობისაკენ და იტყვის, რომ აი ვინ აგიშენათ ეს ყველაფერი. ვინ აგიშენათ ენგურხესი, სპორტის სასახლე, ვინ აგიშენათ გზები, ვინ აგიშენათ არ ვიცი მეტრო, პირობითაც ვლაპარაკობ, ხო? ეს ყველაფერი აშენდა ან მეფის რუსეთის უმცირესობად ჩამოვასახელე, ან საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ნიშნავს იმას, რომ ოკუპანტი არის გასამართლებელი. დიახ, ოკუპანტი ამა თუ იმ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა ანვითარებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურას ან კულტურულ სივრცეებსაც კი იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოკუპანტის მიმართ გარკვეული შიშით, ან მით უფრო გარკვეული სიყვარულით, სიმპათიით უნდა განეწყობა. ბიზიდა ივანიშვილის მთავარი არსობრივი შეცდომაც არის ის, ერთ-ერთი მთავარი, რომ გარდა იმისა, რომ საბოკია, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან იღებს ინსტრუქციებს, გარდა იმისა, რომ ამგვარია შინაგანი კონსტიტუცია მისი ამგვარია, ის მართლა აღფრთოვანებით უყურებს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ ამბავს შექმნილ საბჭოთა კავშირის მიერ და ამბობს, რომ ამერიკელები, ასე მაგალითად თუ ევროპელები ამას კი შეგვიქმნიდნენ. საქართველოს 1921 წელს საქართველოს რომ არ დაეკარგა დამოუკიდებლობა, იმდენად დემოკრატიული იყო 1918-დან 21 წლამდე არსებული ხელისუფლება და ქვეყანაც დემოკრატიულ რელსებზე შემდგარი ქვეყანა იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა, რომ რას საკვირველია ოკუპაცია რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ასე უნდა ვთქვა, ისტორია კი არ გულისხმობს დაშვებებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ბევრად უკეთესი ქვეყანა ვიქნებოდით, ინფრასტრუქტურული განვითარებითაც ბევრად მეტი მეტრო გვექნებოდა, ის მეტრო, რომლის გაყვანასაც აპირებს კახაკალაძე, ოღონდ ვერ გაიყვანს ასე მაგალითად ვაკის რაიონში, ვერ გაიყვანს, იმიტომ რომ ბევრი მილიარდი ჯდება და ამას რომ დაიწყებენ მარტო კვლევებში დატეხავენ ესენი იმდენ ფულს, რომ ღმერთმა უცხის. მოკლედ, დემოკრატიული რესპუბლიკა რო გადარჩენილიყო, ჩვენ ისტორიის სწორმხარეს ვიდგებოდით, რა საკვირველია მეორე მსოფლიო ომში და ჩვენი სახელმწიფო აი 2025 წელს იქნებოდა ძალიან აყვავებული ევროპული სახელმწიფო. ახლა ასე უნდა ვთქვა, ქართველი ხალხის ნიჭიერების, მონდომებულობის, სახელმწიფოებრიობის და ფსიქოლოგიაც ქართული საზოგადოებისა არ იქნებოდა ისეთი დაჩმორებული სავოკური, როგორი სავოკური ფსიქოლოგია შექმნა სწორედ სავოკეთმა, ანუ საბჭოთა კავშირმა 70 წლის განმავლობაში. ახლა მე-19 წუთის დასაწყისში მე სხვა მიმართულებითაც წავიყვან თქვენის ნებართვით. აი ამ 9 აპრილს ჩემი მოსაზრებით ხვალ პირდაპირ მნიშვნელობით ვერ დაიბადება რასაკვირველი ახალი ლიდერი, ახალი გუნდი, ახალი ჯგუფი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ 9 აპრილს უნდა მოხდეს ჩემი მოსაზრებით, ჩემი იმედით და კიდევ ერთხელ ერთმანეთის გამყარების, ერთმანეთისთვის რწმენის მიცემა უნდა მოხდეს. რწმენა უნდა გავუღვივოთ, გაბარჯვების რწმენა ჩვენ ერთმანეთს უკვე ხვალინდელ დღეს და ხვალინდელი დღიდან. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ჰორიზონტალური, ნახეთ, უცნაურ რამეს ვიტყვი. ჰორიზონტალური კოალიციური მთავრობა უნდა იყოს მომავალში, მაგრამ ჰორიზონტალური ლიდერობა არ გამოდის ამ ქვეყანაში, რომ იყოს 32 ლიდერი. ჩვენ უნდა შევარჩიოთ არამაინც და მაინც ხვალ, მაგრამ გარკვეული დიდი დროც არ აქვს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთი რომელიმე ლიდერი და მას უნდა გავყвет. ეს არ უნდა იყოს ავტორიტარი დიქტატორი,
რასაკვირველია, მაგრამ ის უნდა იყოს საპირწონე ბიძინა ივანიშვილის. ეხლა მკითხველთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაყურებელთა მომწერს, რომ ამგვარი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილიო. მე არ ვიწყებ მიშა სააკაშვილის კრიტიკას და არც ქებას ვიწყებ. უბრალოდ მიშა სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა ფიზიკური, სადაც ის იმყოფება ვივა მედი რეალურად საპატიმროში, კაი თუ გნებავთ ესე ვიტყვი, საპატიმრო კლინიკაში, მას დიდი ასპარეზის შესაძლებლობას არ აძლევს. მე პირადად არ მოვაწერდი მიხეილ სააკაშვილის უპირობო ლიდერობაზე ხელს, იმიტომ რომ ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი 2012-დან ესე ვიტყვი, ოდნავ ადრინდელი პერიოდიდანაც ალბათ ჩემთვის პერსონალურად ესეა, მაგრამ 12-დან განსაკუთრებით და მას შემდეგ რაც ის დაპატიმრებულია ბიძინა ივანიშვილი რუსის მიერ, არის დევალვირებული ლიდერი. არა, კარგად, სხვანაირად ვიტყვი. ის არ არის პირი, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი შედგება. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ წუხვა რომ ამგვარი პირი არ აღმოჩნდა არც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. იმიტომ კი არა, რომ მის ბოსტანში ახლა მე ვისვრი კენჭებს, არა, რა თქმა უნდა, მან უზარმაზარი როლი შეასრულა ჩვენი საპროტესტო ტალღისთვის, საპროტესტო მოძრაობისთვის, ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია არ მომხდარიყო ქართული ოცნებისა, მაგრამ შიდა ლეგიტიმაცია შიდა კონსენსუსური ლეგიტიმაცია ქალბატონ სალომეს არა აქვს და არა მარტო იმიტომ, რომ პარტიები ცდებიან მასთან იმართებაში, არამედ იმიტომაც, რომ ისიც ცდება გარკვეულ შემთხვევებში. მაშინ ვინმე იტყვის და ცალკეული პერსონების მე არც ერთს არ დავასახელებ, დასახელებებს დაიწყებს, ჩამოსახელებას, გვარებს და აბრეხვებს ბევრი. მე ესეთ ამამი ვერ ვიქნებოდი ვერც ერთ გვართან იმართებაში, თუმცა იმის საჭიროებას კი ვგრძნობ, რომ ჩვენ გვყავდეს ერთი უპირობო ჰორიზონტალურ საწყისებზე, მაგრამ პირი, რომლის სიტყვაც უფრო ავტორიტეტული იქნება და მივადექი არა მაინც და მაინც პერსონას, არამედ მივადექი სეგმენტს. ამგვარი ლიდერი შეიძლება გაჩნდეს და აქ პაუზა უნდა გავაკეთო. ძალიან ფრთხილად უნდა წარმოვთქვა სიტყვა. საქართველოს მოქმედი ან აწუკე ყოფილი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი უნდა იყოს ამგვარი ლიდერი. კაცი სამხედრო დასავლეთში განათლება მიღებული. კაცი სამხედრო დასავლეთში განათლება მიღებული და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. კაცი სამხედრო დასავლეთში მიღებული განათლება მიღებული და სახელმწიფოებრივი აზროვნებით, რომელიც მიმართაც უკლებლივ ყველას პოლიტიკური სპექტრიდან ექნება სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება და რომელსაც არ აქვს ეს არ მოხვება ეს ბექგრაუნდი, შენ ის თქვი 2018 წელს, ან ეს შენ ის არ თქვი 2015 წელს. თუ ამგვარი პერსონა, მე არ ვიცი ოღონდ ვინ არის, თუ ამგვარი პერსონა და მე მგონია რომ ეს სფეროს თვალსაზრისით უნდა იყოს სწორედ თავდაცვის დღევანდელი უწყებიდან ან პირი რომელიც თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, თუ ამგვარი პირი იქნება გადაცმული სამოქალაქოში მეთქი ან სულაც არა, რომ ჩვენ ვიცით დღევანდელი მსოფლიოს ლიდერები, რომლებიც დღესაც დადიან სამხედრო ფორმაში და ისინი არიან ლიდერები, პრეზიდენტების მეთქი, მაგრამ ხა ლიდერებს ვიტყვი. თუ ამგვარი პირი იქნება ამ მოძრაობაში გაჩნდება, ჩამოყალიბდება, შეიქმნება და წინ წაუძღვება ამ მოძრაობას, ამგვარი ავტორიტეტი, მე მგონია რომ ახალი პოლიტიკური სპექტრიც დაიბადება და უკლებლივ ყველა ამბიციურ ლიდერს, ჯანსაღად ამბიციურს, უნდა ჰქონდეს მასთან თანამშრომლობის სურვილიც და ვალდებულებაც. სენსაცია კი არის ის, რასაც ახლა გეტყვით. ხო, მე გითხარით ამ 2 წუთნახევრის 3 წუთის წინ რომ მე არ ვიცი ვინ არის მეთქი, მაგრამ მე ვიცი რომ არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც სამხედროების არ მინდა ესე გამომივიდეს. კარგი, თუ გდევთ ესე ვიტყვი. მათ შორის სამხედროების, რომლებიც აპირებენ პოლიტიკაში მეტად გააქტიურებას. ვალდებულებაა ეს მათი. ოღონდ მე მათ ვერ დავასახელებ ეს ერთი და აქვე ვიტყვი, რომ ისინი რასაკვირველია აპირებენ პოლიტიკაში გააქტიურებას უკიდურესად კონსტიტუციური გზების, მეთოდების გამოყენებით. ასე რომ კვანძი აქ
კვანძი აქ ჯერ არ არის გახსნილი. სულ სხვა ახალ მოთამაშეებსაც უნდა ველოდეთ. 9 აპრილი კი ხვალ არის, გამოდით. თქვენ შორისაც იქნებიან პირები, რომლებმაც შეიძლება გადამწყვეტი სიტყვა თქვან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესში.